ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, რომელიც შეიძლება რომ ადამიანმა ალბათ წაიკითხოს სერიოზული, რაც აი ბოლო პერიოდში გადავხდა. ალბათ კარამაზოვები შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო. ისეთი გაჩნია როგორი მკითხველია რა. მე მაგალითად ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა მან. მე მაგალითად დოსტოევსკის გულისხმობს ზოგადად, მაგრამ ეს ნაწარმოები ალბათ განსაკუთრებით ესეთი ზეგავლენის მომხდენია, იმიტომ რომ ემოციურიც არის და რაღაცა რელიგიურიც და ფილოსოფიური. ყველაფერი მე მგონი კოქტეილია ჩვეულებრივი აქტივი. კაი, ხუთეული არ მგონია, 3 თუ კიდე გინდა? მე მგონია რომ ვიდრე ზოგადად მაგაზე დავიწყებდეთ წიგნებზე ლაპარაკს, ალბათ მე მგონი ბიბლიის კითხვის ამბავიც არის, აი ბიბლია უნდა იყოს თუ ჩვენ კულტურაზე ვსაუბრობთ და რაღაცა, შეიძლება ეს არა წიგნი როგორც აი ქართველებს ზოგადად ვიძახით, აი წიგნი წაკითხული გაქვს, არამედ ამბავი, რომელიც იქ არის მოყოლილი, რაც არის საფუძველი ჩვენი მორალის. და ზოგადად ყველა დანარჩენი წიგნის საფუძველია, ესე წარმომიდგენია, შეუძლებელია რომ ადამიანს წაკითხული არ ქონდეს და მას ესმოდეს საკუთარი, ასე ვთქვათ, მორალური ისტორია, ჩვენ თუ წარმოგვიდგენია თავი ამ ცივილიზაციის ნაწილად. ანუ შენ თუ ეს არ გაქვს წაკითხული და იმიტომაც არის საქართველოში ახლა ეს გაუგებრობა ევროპაში რა გვინდა, ევროპა რა არის, დასავლეთი რა არის, რომ ეს მორალური ღირებულებები არ აგვაქვს ჩვენს ცხოვრებაში გადმოტანილი.